Ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენ გადაცემის შემდეგი ეპიზოდიდან, სადაც განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. და რაზეა ხალხი? აღშფოთებულია, აბორტებზე მხდება ძალიან ბევრი ვიდეო, რადგან 17 მაისს ჩატარდა მსვლელობა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით, სადაც პატრიარქმა წარმოსთქვა სიტყვები, რომ აბორტი იყო უდიდესი ცოდვა, მოდით გაჩვენებთ ამას უცებ. თუ ოჯახში ტრიალებს ძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის აბორტი მაგალითად. მაშინ რა თქმა უნდა ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი. და განწირულია ასეთი ოჯახი. ვეთანხმებით იმას, რომ ოჯახი განწირულია და ევთანაზია უნდა გაიკეთონ და აღარც ეცადონ არაფერს ცხოვრებაში და ვსეო ჯოჯოხეთში მიდიან, არაფერი ეშველებათ. არა, ამას არ ვეთანხმებით, მაგრამ იმას რა თქმა უნდა ვეთანხმებით, რომ პატრიარქი ამას უნდა საუბრობდეს, აბა რას უნდა საუბრობდეს, იმას ხوار გეტყვით, რომ კი ხალხო, ბავშვების დანაწევრება ცოდვა არ არის, პირიქით კარგია, დაანაწევრეთ თქვენი ბავშვები. და დიახ მეგობრებო, თუ ვინმე არ იცოდით, აბორტი არის ბავშვის დანაწევრება და ნაწილ-ნაწილ გამოყვანა ვაჟინიდან. შეგიძლიათ ვიდეოები ნახოთ, ანიმაციები ყველაფერი, სადაც ახსნილია რა არის რეალურად აბორტი. და ის რომ საზოგადოებაში მიღებული სიტყვა და ესე ვისვრით უბრალოდ რომ აბორტი, მან გაიკეთა და დეიდა ჩემმა გაიკეთა 15 აბორტი, ხო ჩემმა მეზობელმა 30 აბორტი გაიკეთა. ქმედების სიმძიმეს ნამდვილად არ არბილებს ის რომ ეს სიტყვა მიღებულია და გავრცელებულია საზოგადოებაში. აი მოდი გადავარქვათ და აი მე შემოვდივარ მაგ ინიციატივით, რომ თუ ვინმეს გგონიათ რომ პატრიარქი რამეს ამეტებს, მოდი აი აბორტს როცა გაიგებთ ხოლმე, იგულისხმეთ გონებაში ბავშვის დანაწევრება და ნაწილ-ნაწილ გამოტანა საშოდან. და აი მერე თუ ესე თავისუფლად ისაუბრებთ ხოლმე. მოკლედ, ვინ ეწინააღმდეგება პატრიარქის გამოსვლას, რა თქმა უნდა, LGBT ლიბერალები. თუმცა 17 მაისსაც ეწინააღმდეგებოდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახის სიწმინდის დღე დანიშნა წინა პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიოში გავრცელებულ ბისექსუალების, ტრანსების და გეების ჩაგვრის საწინააღმდეგო დღეზე. თუმცა მაგ დღესაც ვინ აღნიშნავს ახლა რეალურად, ხო? ვიღაცა წარუმატებელი გეები, იმიტომ რომ მე ეჭვმეპარება ახლა ელტონ ჯონი ან დემნა გვასალია 17 მაისს რუსთაველზე გამოსვლაზე ოცნებობდნენ და იმას განიცდიდეს ახლა დემნა გვასალია, რომ ვაიმე, პატრიარქმა შიომა არ დამრთონება, რომ მე გამოვსულიყავი. და ის მეფრიალებინა LGBT დროშა. არა, ეგ 17 მაისი უხარიათ აბსოლუტურად წარუმატებელ, აი როგორ დაბალ დონეს, იცით, აი მარიანას ღრმულზე რომ რაღაც ქვები ყრია, აი ეგეთი დონის გეებს და ემა ტრანსებს წეინთ, რომ 17 მაისს ვერ გამოდიან. იმიტომ სხვა საქმე რო არა აქვთ, აი კარიერა არ გააჩნიათ, აი რო კითხო, რომ აი ცხოვრებაში რას აკეთებ, მაგალითად, აი რამე კარიერა გააქვს, ან რაღაც მიზნები გააქვს. არა, მე დაჩაგრული ვარ, ყველამ ჩაგრავს. სადმე მუშაობ რამესა. არა, დაჩაგრული ვარ. და აი სამუდამოდ დაჩაგრული, დაბეჭავებული გეების დღესასწაულია ეგ. იმიტომ რომ ხალხო, რიკი მარტინს დამიჯერეთ, გეფიცებით, რომ ფეხებზე კიდია თქვენ 17 მაისი. ბედნიერია ადამიანი, იმიტომ რომ წარმატებულია თავის საქმეში, ხო? დემნა გვასალია წარმატებულია თავის საქმეში. სულ ფეხებზე კიდია ეხა იმ სიცხეში დგომა რუსთაველზე და დროშების ქნევა. მაგითი რამე იცვლება მის ცხოვრებაში? არა, რადგან საქმეს მიყვება თავისას. ხო და მოკლედ ეგ ხალხი წინააღმდეგია რა. ეს ოპოზიცია ხო საერთოდ კრეტინები, ან რომ ეგონა რომ მეთქი აი ფსკერი უკვე აქ არის და აქ ისვენებენ ამ ფსკერზე, არა, გაანგრი ეს მაინც ქვემოთ და არც ერთი ოპოზიციონერი არ წავიდა ამ აქციაზე. აქციაზე რა მსვლელობაზე კაცო. და თვითონ დაასხეს ქართული ოცნების წისქვილზე წყალი. რომ ესო კოცების აქციაო, კაცო, ნახეთო, ყველა პარლამენტარი და პრემიერი და მერიო მანდარიანო. თვითონ ქნეს ეს ყველაფერი. ანუ კობახიძე კი არ გამოსულა და ესო ჩვენი აქციაო, კი არ უთქვამს. არა, ოპოზიციამ უთხრა ეგ.
და ოპოზიციამ გაავრცელა იქ ხალხში, რომ ესო კოცების აქციაო. ალბათ ირაკლი კობახიძე იმენა ზეიმობდა, რომ მადლობა ჯიგრები ხართ, იმიტომ რომ შეხედეთ რამდენი ხალხი 200,000 ადამიანია გამოსული და ჩვენი აქციაა, ბაზარი არაა, იყოს ჩვენი აქცია. აი ამდენად კრეტინები როგორ არიან ბიჭო არ და აი ოპოზიციონერი რო ვიყო მე, ხო? ვიტყოდი რომ ხალხო გავიდეთ აქ ჩვენც, რა კი, ჩვენი აქციაა ეს, რადგან ოჯახის სიწმინდის დღეს ჩვენც აღნიშნავთ, ჩვენც გვინდა წმინდა ოჯახები, ჩვენც მომხრეები ვართ რომ დემოგრაფიულად, რა ვიცი, საქართველოს გაძლიერდეს, გაუმრავლდეთ, ჩვენც მივიდეთ აქ რა, შევერიოთ ხალხში. არავინ არ დაგვიშვებს იქ, რადგან პატრიარქი მიგვიძღვება და ეხლა პატრიარქის უკან ჩხუბს არავინ დაგვიწყებს და შევერიოთ რა ხალხში. არა. ტიპები სახლში იჯდნენ და აკომენტარებენ რომ ეს პატრიარქი ნახე აბორტებზე რას თქვა? დებილები არიან იმენა. მე მინდა გაჩვენოთ კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ლიბერალი ბიჭი ამას გამოცნობით ვიძახი, მაგრამ ხმას რო გაიგებთ, მიხვდებით. ანუ არ მინდა ეხლა ბევრი ლაპარაკი ამ ბიჭზე, რადგან შეიძლება საერთოდ სრულწლოვანიც არაა და მოკლედ ერთ-ერთი TikTok ჟურნალისტი მიდის ხალხთან და ეკითხება რა, ცდილობს ყველანაირად რომ გამოაძროს ვინმეს ინფორმაცია, რომ პატრიარქი ხო ცუდია, პატრიარქი ხო სამშობლოს მტერია, ეს რა თქვა, გაიგე? მოდი ვუყუროთ ამას. გაჩნიათ სოდვად. აბორტის გაკეთება თუ მიგაჩნიათ სოდვად. მაგაზე დიდი ცოტა არ არის არა. და ეს ნათესავსო დაჭირეს ამ შემთხვევაში რაც გიქრობს. ატყვიათ, მაგრამ რაც თქვა ყველაფერს ცოტა. აბორტის გაკეთება სოდვად თუ მიგაჩნიათ. მაშინ სექსი უნდა შეწყვიტოს ხო? ანუ არ ეთანხმებით. პატრიარქი რა ვიცი, ახლა აჰა. მაშინ სექსი უნდა შევწყვიტო კაცო, ჰა? ვისექსავე? წადი ნაზი, მოიშორე ბავშვი. ვისექსავე? წადი ნაზი დაასახიჩრე ბავშვი. ვისექსავე? მოკალი ბავშვი. ეგ არის გენაცვალე ცხოვრება. მაშინ სექსი ამეკრძალეთ ბარემ. აბორტი თუ აკრძალე რა, აბა აღარ ვისექსაოთ ხალხმა. აი პაპა, სოყაზე არ კიდია ამას ახლა მიდის სადღაც ნარდის ათამაშოთ, გუშინ ნუგზარა მოუგო 2-0 და ეხლა დღეს მიდის რომ გააბათილოს. ეხლა ამას აუხსენი რომ პაპი, რავი, აბა აბორტი არის ბავშვების დანაწევრება. აბა მაშინ სექსი ამიკრძალე, ნარდის თამაშსაც ხო არ ამიკრძალავთ, ჰა მალე. ასეთ ისეთ პირობებში უწევს ცხოვრება და ისეთ გარემოში უწევს ყოფნა, რომ იძულებული ხდება. დამცველობის პრობლემების გამო რა გარემოში უწევს ყოფნა? აი, რა გარემოება უნდა იყოს ისეთი? კი ბატონო, თქვათ ფული არ გაქვს, შუქი არ გაქვს, წყალი არ გაქვს, საჭმელი არ გაქვს, რა ვიცი, არაფერი არ გაქვს საერთოდ. აი, ცხოვრობ სადღაც ტყეში შენ და შენი ცოლი. მეტი რა გარემოებამ შეიძლება შეგიშალოს ხელი იმაში, რომ უბრალოდ სექსის დროს გამოიღო პენისი და ბავშვები არ ხოცო. განათლება არ გაქვს მაგალითად, რომ კონტრაცეპტივის გამოყენება შეიძლება არც მამაკაცისთვის, არც ქალისთვის. გამოღების განათლება არ გაქვს. ზოგს ისეთი მდგომარეობა აქვს, როგორი მდგომარეობა? ამიხსენით ხალხო, ვინმე, აი რა მდგომარეობაა ისეთი, რაც ხელს უშლის პენისის გამოღებას საშოდან. როგორი მდგომარეობაა? მართლა არ მესმის რა. მივესალმები, რომ ეხლა ამის გამო დაიწყება. ეს დროს ესე იყო ადრე, მაგრამ ეხლა შეგვიძლია ამის თავი დავიცვი. თავარია ჯანმრთელობა. აჰა. აგი ხალი ძმაო. ესე იყო ადრე, მაგრამ ეხლა ძველ დროს ეგრე იყო, იმიტომ რომ ძველ დროს განათლება არ იყო. საბჭოთა კავშირში ის გამოთქმა იყო, რომ სავეტსკამ საიუზე სექსა ნებილა. საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო. ხო, ეხლა ეგეთ გარემოებაში რომ იზდები, რა თქმა უნდა, მოიშორებ ბავშვს და არაფერი გეცოდინება აბსოლუტურად. ბებია თქვენებს კითხეთ, რა ვინმეს ბებიას კითხეთ, აი ყოველ მეორე ბებიას ალბათ იმითი ვეშოლკით აქვს ბავშვი მოშორებული 1-3-4 წელი. აი რკინის ვეშოლკა რო დაანახო ბებიებს ისეწყებათ. პოსტ ტრაუმატული შოკის სინდრომი აქვთ იმენა. ბებო, მიშამ თქვა რომ შენ ვეშოლკით გაქვს ბავშვი მოშორებული. უი, არა, მე ეკიბიდან დავგორდი. ვეშოლკით ჩემმა და ქალებმა მოიშორეს.
მესმის ხალხო, რომ ძალიან ბევრ ოჯახშია აბორტი გაკეთებული საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ AI-ის ეპოქაში ვცხოვრობთ. ისევ ვეშოლკებით ხო არ უნდა შევითხაროთ და ბავშვები დავანაწევროთ, არა? იმის განათლება როგორ არ უნდა გქონდეს ბიჭო ადამიანს, რომ ან პრეზერვატივი ჩამოიცვა, ან ქალმა დალიოს კონტრაცეპტივები, ან გამოიღო. მაგას რა უშლის ხელს, ბიჭო? მაშინ სექსი ამიკრძალებ, არა, მე სექსი მიყვარს. დიდი ტარაკები მიყვარს მე. კაი, ხა ეს პაპა საბჭოთა კავშირის კაცია და არ იცის, მაგრამ ახალგაზრდებს რა დაგემართათ, ბიჭო? ამდენი აბორტი როგორ უნდა იყოს ქვეყანაში მართლა არ მესმის. და კიდე იმას პატრიარქს აკრიტიკებენ. რა უნდა გითხრას პატრიარქმა, რომ კი, შვილო, წადი, ბონუსები გერიცხება თითო აბორტაზე. სანთლები გექნება მე ეკლესიაში უფასოდ. თითო 5 აბორტზე 10 სანთელი. თუ აი რა გინდათ რო გითხრათ პატრიარქმა, რა თქმა უნდა ცოდვაა, რა თქმა უნდა არ უნდა იკეთებდეთ აბორტებს. მაგრამ ისიც რა თქმა უნდა, თუ ჯანმრთელობას ეხება საქმე და დედა მოკვდება თუ ბავშვს გააჩენს, რა თქმა უნდა სამწუხაროდ აბორტი უნდა გაიგებს. რა თქმა უნდა თუ ვიღაცა გაგაუპატიურებს, იმ გამაუპატიურებლის ბავშვი არ უნდა ზარდო, ხო? რა თქმა უნდა, მაგრამ ის რომ პროსტაზე ვიკეთოთ აბორტი. აბა ეხა სექსი არ მინდა, კაცო? ეხა კაცი ვარ რა, სექსი მინდა, აბორტი მერე ქალმა. სექსი მინდა, მერე აბორტი. ეგ არის ცხოვრება რა. და სხვა შორის, ვისაც გონიათ რომ უწმინდესი რაღაცა ბნელია და მე-12 საუკუნის ქადაგებს და რამე, მოიცადეთ ერთ წამი. აი ამას გაჩვენებთ, რასაც ოპოზიციური არხები და რაღაცა LGBT ბავშვები რა თქმა უნდა არ გაჩვენებენ. არსებობს კარგი პრაქტიკები საგანმანათლებლო, იქნებ ვიფიქროთ ამის დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში. აი მაგალითად არის კარგი პრაქტიკა, როდესაც სკოლებში შედიან სპეციალისტები მაღალ კლასებში, გოგონებთან, წელიწადში ერთხელ. და უტარებენ ასეთ საუბრებს. თუ რა ზიანი მოაქვს აბორტს, ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად. ყოველ მხრივ აღარ ვამბობ დემოგრაფიაზე და რა თქმა უნდა ამაზეცაა საუბარი საჭირო. ბნელია კიდე? ეგაა ბიჭო რომ არ გინდათ არაფრის გაგება, არ გინდათ მოსმენა, პროსტა ერთ რაღაცაზე ხართ ფოკუსირებული და ეგაა. всё, წინა პატრიარქი მიყვარდა, მაგრამ ახალი არ მიყვარს. რატო არ გიყვარს? მოусმინე რამეს, რამე გაიგე, იცნობ რა არის. არა, ეგრევე წინააღმდეგ უნდა წახვიდე. ადამიანი ეხა მის სიტყვებს არ გადავაკეთებ, მაგრამ სექსუალურ განათლებასთან მიახლოებულ რაღაცას იძახის, ხო, რომ წელიწადში ერთხელ სპეციალისტები მივიდნენ სკოლებშიო, მაღალ კლასებში, გოგოები ცალკე გაიყვანონ, ბიჭებზე არაფერი უთქვამთ, მაგრამ ჩემს სიტყვებს დავამატებ და არი ფიქრობთ, რომ უწმინდესი სიტყვებია, ჩემს სიტყვებს დავამატებ. ბიჭები ცალკე გაიყვანონ და დაებაზრონ, რომ შვილო, უცქირე, ცხოვრებაში სექსი უნდა გქონდეს და თუ არაპირებ ბავშვის გაჩენას, უნდა დაიცვათ თავი. და აბორტი არ უნდა გაიკეთოთ, რადგან აბორტი არის ბავშვის დანაწევრება. გაიგე 17 წლის ნინიკო, 16 წლის თენგო. რადგან გავიგე ძმაო, რომ აუ მაგარია სექსი მაგვიუ, მაგრამ გამოიღე, ბალღო. ვიცი რომ 16 წლის ასაკში არ გაქვს რაღაც 10 და 15 ლარი პრეზერვატივის, მაგრამ გამოიღე. რომ იმ გოგოს მე არ დაუნგრიო ცხოვრება და არ მოაკვლევინო თავის შვილი. იმის გამო რომ თენგო დათვრა რა და გაიზორა რა. ასე რომ რა თქმა უნდა ვეთანხმებით პატრიარქს რომ საჭიროა რამე აბორტებზე განათლების მიღება, იმის გააზრება თუ რამდენად მძიმე საქციელია, რომ აბორტი არ არის მხოლოდ სიტყვა, რომ აბორტი გავიკეთე და რამე. არა. გუშინ აბორტი გავიკეთე. გუშინ ბავშვი დავანაწევრე. მაგრამ, ეხა იმაშიც არ ვეთანხმებით, რომ ოჯახი დაღუპულია და განწირულია, რადგან აბა მაშინ აღსარებას რისთვის ვაბარებთ, ეხა თუ ოჯახი განწირულია და თუ ვერაფერი მკვლელებს და პედოფილებს პატიობენ იმას მამაოები და ეხა აბორტი არ მგონია, რომ იგივენაირი ცოდვა იყოს. მამეთ იგივენაირია, იმიტომ რომ მკვლელობა. უკან მიმოქვს ჩემი სიტყვები. შეიძლება განწირულები ხართ. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. შემდეგი თემა გვახლავს, ეხა ბოლო ზარებია.
ბავშვები ამთავრებენ სკოლებს. ბავშვები. აქ ზვიოსდაჭკები ახატია. დანაუდებთ ჯიბეში ზოგს იარაღი უდევს. ბავშვებმა დაამთავრეს სკოლა. შეხედე როგორ იყო ავილები ვით არის, კვირტები ვით არიან და იქ მე საქმეს არჩევენ მოკლეს ვიღაცა. სკოლის უკან გვამი აგდია დაჭრეს ვიღაცა. ბავშვები როგორი საყვარლები არიან. მოკლედ ბავშვებმა დაამთავრეს სკოლა და TikTok-ზე შემხვდა რამოდენიმე ვიდეო, სადაც ზრდასრული კაცები რა 40-50 წლის კაცები ჯიგრულად ელაპარაკებიან რა ბავშვებს და უხსნიან რომ ბიჭებო არ გინდათ რა არ იგაზაოთ რა გაერთეთ ძმაო როგორც გინდათ ვიცი რომ გიხარიათ ხა სკოლის დამთავრება მაგრამ აი ამ მანქანებით თავი არ დაიღუპოთ რა და მე მინდა გითხრათ რომ იგაზავეთ ბავშვებო იმიტომ რომ 17 წლისები ხართ არაფერი არ არის ამაში არანორმალური რომ სწრაფი მანქანები მოგწონდეთ მაგარი მანქანები ხმაური მოგწონდეთ რა ვიცი ბღვილი მოგწონდეთ ბოლი რო ამოსდის საბურავებიდან ეგ რო მოგწონდეთ ნუ ტრაგედია იქნებოდა აი 50 წლის კაცს რო ეგ მოსწონდეს რომ ჩემი 92 წლიანი ტროიკაში რო ჩავადგა დედა სიტყნამს ისე დაბღვილობს 50 წლის კაცს რო ეგ მოგწონდეს ეგ ტრაგედიაა მაგრამ 17 წლის ბიჭს უნდა მოგწონდეს ეგ აბარა უნდა გაჩითო ყველაზე მაგარი მანქანა მთელ შენ საახლობლოს კითხო ვის ყავს ყველაზე ძვირიანი და ყველაზე ხამაურიანი და ყველაზე მაგარი მანქანა და აი მითი უნდა იბღვილო მაინც უნდა იბღვილოთ ხო რა თქმა უნდა ახლა 17 წლის ბიჭს თუ მაგარი მანქანები არ მოსწონს მაშინ იმ 17 წლის ბიჭს მოსწონს სხვა 17 წლის ბიჭები ხო ასე რომ აბსოლუტურად ნორმალურია უბრალოდ მე რის თქმაც შემიძლია ის არის რომ ძალიან დიდი სხვაობაა აი ერთ ადგილზე ბუქსაობას ან მაგალითად დონატების კეთებას და აი ეს სწორ ტრასაზე 200 სიარულს შორის, იმიტომ რომ ერთით რისკავ გართობის გამო მხოლოდ მანქანის დამტვრევას, ან მხოლოდ ფულს და მაქსიმუმ ხა თავი მიარტყა ფანჯარას, არა უშავს გადარჩები ან მაქსიმუმ ხელი მოიტეხო ხო? არა უშავს შეგიხორცდება, მაგრამ მეორეთი რისკავ 100%-იან სიკვდილს. და თუ 100%-იან სიკვდილს რისკავ რაღაცა ერთწუთიანი გართობის გამო, მაშინ კრეტინი ხარ. მაშინ უნდა დანებდე ცხოვრებას. შემშობლებთან მიდი დღეს, ან თუ აპირებ ბოლო ზარზე რომ 200-ით წახვიდე სადმე, დღესვე მიდი შემშობლებთან, უთხარი რომ შეწყვიტეთ ჩემთვის საკვების მოცემა, შეწყვიტეთ ჩემზე ფულის ხარჯვა, რადგან აბსოლუტური კრეტინი ვარ. უბრალოდ დანებდით დროზე სხვა შვილი გააკეთეთ, რადგან ეს ერთი არ გამოვიდა. იმიტომ თუ გართობის გამო რისკავს სიცოცხლეს. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთ ადგილზე აბღვილეთ მანქანები რამდენი ზიგნად იხმაურეთ, ასიგნალეთ, იწივლეთ, იკივლეთ, რაც გინდათ ისქენით. რადგან მაგ დროს ახლა ვერ მოკვდები რა ადამიანი ერთ ადგილას რომ აბუქსავები და კედელს თუ მიეჯახები ვერ მოკვდები, მაგრამ 200-ით რო დგახარ ტრასაზე და მიდიხარ და უკან ვიღაცა საწოდავი თინიკო გიზის რომლის მშობლებსაც გონიათ რომ შენ პრიუსით ხარ და ამ დროს გამოდიხარ რაღაცა 93 წლიანი ლურჯი ჰონდა სივიკით რომელსაც ისა კაპოტი გაშპაკლული აქვს და მაგითი მიყავს ეს საწოდავი გოგო სადღაც ბათუმში არ უნდა ქნა რა ეგეთი რაღაცეები ასე რომ ესე იდიოტები ვით სწრაფად არიაროთ მაგრამ ვის ველაპარაკებით ჩემი აუდიტორია 40 წლისები ვართ ასე რომ ბავშვებო ორი ბავშვი ვინც მიყურებთ ხო და დაიხატეთ ზვიოსდაჭკები მეგობრებო ბდჰეს ბრატოა დასმერწი და სუკი ლუბიატ ოსტრინოშ და რაღაცეები დაიწერეთ ძმაო დასხედით მერე იმ რაღაცა მიცუბიში ეკლიპსში 96 წლიანში და აბღვილეთ ერთ ადგილას ეგ არის ახალგაზრდობა, აბა რა არის. უბრალოდ სწორ გზაზე რაღაც 200-ით არ წახვიდეთ, რადგან მოკვდებით. ერთ ადგილას აბღვილეთ. კონცერტს მიყვარხართ, დავიშალეთ.